მაინც ჩემი ჩართულობა არის საჭირო და ხო სულ დედასთან უნდა შენ მაგივრადაც ვერავინ ვერ დაიძინებს რა თქმა უნდა რომ შენ რაღაცა აი გინდა არ გინდა გიწევს უბრალოდ არიან გოგოები ვისაც უმართლებს და ბავშვი შედარებით აი მოსვენებულ მდგომარეობაში არის იძინებს მოდის მასთან ზოგი ამბობს რომ არ მოდის და აი რა ვიცი რამოდენიმე ქალის ინტერვიუ ვნახე და ამბობდნენ რომ 17 წლის არის ჩემი შვილი, მაგრამ არ მიყვარს, აი ვერ მიყვარს, აი არ მგებობს მე და ის, ერთი ვართ. მანამდე ვიყავი მარტო მე. მანამდე შემეძლო რაღაცა გადაწყვეტილებების მიღება, ჩემი თავიდან გამომდინარე, ჩემი სურვილებიდან გამომდინარე. დღეს თუ რამეს ვაკეთებ, გადაბმულად მინდოდა რომ რამოდენიმე საათი დამეძინა, მეტი არაფერი არ მინდოდა და რა თქმა უნდა დედა ჩემი წამნახევარში ჩემთან გაჩნდა და აი ძალიან შემემსუბუქა რა, ძალიან შემემსუბუქა ეს პერიოდი. რომ რამე არ შემეშალოს, იმიტომ რომ რა თქმა უნდა პირველია, ანუ რაღაცა გაურკვეველ ვიტარებაში ვარ მეც პირველად და ყველაფერი უნდა გავაკონტროლო, არაფერი არ უნდა გამომეპაროს მაქსიმუმ. მოგესალმებით, ეს დედების პოდკასტია, მე მარიამი ვარ. დღეს ჩვენი სტუმარი არის ულამაზესი თათია, რომელიც არის 2 წლინახევრის პატარას დედა და გვესაუბრება იმაზე, თუ რა ხდება ქალის ცხოვრებაში მშობიარობის შემდეგ. ჩვენი სპონსორი არის Agu Baby, შვეიცარიული ბრენდი, რომელიც თანამედროვე ტექნოლოგიებით ზრუნავს მშობლებსა და ბავშვებზე, რომ გაუმარტივოთ მათ მაქსიმალურად ცხოვრება და ზოგადად ბავშვის მოვლის პროცესი. მოგესალმებით, თათია. მოგესალმებით და მივესალმებით თქვენს მაყურებელს. მადლობა, რომ გვესტუმრე გადაცემაში. პირველი კითხვა იქნება, ესეთი ზოგადად რომ მოგვიყვე შენი ამბავი მშობიარობის შესახებ, რამხელა შენი პატარა, როგორი იყო მთელი ეს პროცესები? ესე იგი, მშობიარობა მომიწია საკმაოდ გვიან, 41 კვირის ვიყავი უკვე. და ფაქტობრივად იძულებით გამოიყვანეს, იმიტომ რომ თავისით არ უნდა და გამოსვლად დამაჩქარებელი გაკეთება მომიწია. ორსულობა მქონდა არც ისე მარტივი, იმიტომ რომ დაახლოებით 7 თვემდე მქონდა ტოქსიკოზი და წამლებს ვსვავდი, კი ძალიან დიდ ხანს მქონდა ტოქსიკოზი, 7 თვემდე გაგრძელდა და შემდგომ მომეშვა შედარებით. თუმცა რა თქმა უნდა ეს ყველაფერი ამათ ღირდა, იმიტომ რომ ეს არის საოცარი მოვლენა, ფიქრობ ყველა ადამიანის ცხოვრებაში შვილი. ჩემო მშობიარობამ ჩაიარა ძალიან კარგად ყველანაირი გართულების გარეშე. რა თქმა უნდა, ანესთეზია გავიკეთე და ყველას ვურჩევ რომ ანესთეზია გაიკეთონ, იმიტომ რომ წარმოუდგენელი როცა არის იმის საშუალება, რომ ეს ერთ-ერთი პროცესი გაიმარტივო, ვფიქრობ რომ უნდა გაიმარტივო. თუმცა ვერ ვიტყვი რომ ისე იმარტივებ რომ საერთოდ ვერაფერს ვერ გრძნობ, მაგრამ ბევრად კარგად და მარტივად მიმდინარეობს პროცესი ანესთეზიის შემდეგ. ბავშვი ძალიან მალე დაიბადა, იყო ულამაზესი, აი იმიტომ არ მომოფრო ჩემი შვილია, შეიძლება მაგიტომაც მომოფა, არ ვიცი. ბავშვი იყო ულამაზესი, ყველა ნაქვთი ქონდა დალაგებული, არც შეშუყებული არ იყო, არაფერი სუფთა, თითქოს ისე აუზიდან ამოიყვანეს. ძალიან საყვარელი იყო, რომ დავინახე მომენტალურად, აი, ვიგრძენი, რომ ჩემი არსება, ჩემი ნაყოფია, ჩემი საკუთრება, საოცარი შეგრძნება, რა თქმა უნდა, როცა გულზე გაწვენენ, ამას არაფერი არ შეედრება. ვიდეო მაქვს და ვუყურებ ხოლმე დღე გამოშვებით ყოველწავს, იმიტომ რომ აი ის იყო რაღაცა სასწაული გრძნობა მართლა რა, რომ მეუბნებოდა ხოლმე დედა ჩემი ან სხვები, აი შვილი რო გეყოლება მიხვდები, მე მივხვდი შვილი რო მეყოლა, რომ აი იმ მომენტში ხო იაზრებ რომ საოცრება მოხდა, მაგრამ დროთა განმავლობაში დაახლოებით აი 1 წელი დამჭირდა, რომ ბოლომდე გამიაზრებინა, რომ დედა ვარ, რომ შვილი მყავს. მანამდე რა თქმა უნდა ფაქტის წინაშე დგახარ და ხვდები, რომ ეს შენი შვილია, უვლიზრდი, მაგრამ იმდენად force majeure მდგომარეობაში ხარ პირველი 1 წელი, რომ ესე გააზრებას, მე ვერ მოვახერხე ბოლომდე, ვიცოდი რომ მყავდა შვილი, მაგრამ სრულიად რომ შემეგრძნო, აი დაახლოებით
1 წლის მერე გავიაზრე, რომ მე გავაჩინე ბავშვი, ეს ბავშვი არის ჩემი შვილი, უყურე, აი უკვე დარბის რაღაც ბავშვი მყავს. რა ვიცი, ძალიან კარგია რა, დედობა ყოფილა, ну ძალიან საოცარი. და ეს შეგრძნება, რომ აი დედა უნდა გახდე თვითონ ორსულობის პერიოდში მოდის რაღაცა ნიშნებით, აი ამის შეგრძნებას იწყებ ორსულობა. კი, მე თავიდანვე მქონდა განცდა, ჯერ პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ ზუსტად ვიცოდი, რომ გოგო მეყოლებოდა. ერთი წამია, ბიჭის სახელი არც მქონია მოფიქრებული, ეხლა სანამ გავიკეთებდი, მანამდეც 100% დარწმუნებული ვიყავი, რომ გოგო იქნებოდა. ოჯახში და შემეუბნებოდნენ, რომ ესა შენ იყავიო ეხოზეო, გაიგეო, იმიტომ რომ ისეთი დარწმუნებით, ამ უბრალოდ ჩვენ გვიმალავო. მეთქი არ ვარ ეხოზე ნამყოფი, მაგრამ ზუსტად ვიცოდი, რომ ეს იყო გოგო. გინდოდა გოგო თან? ძალიან მინდა და არ ვიცი, აი ისე არ მინდა რომ გამომივიდეს, მაგრამ თითქოს ბიჭის დედობისთვის მზაობა არ მქონდა, აი შინაგანად ესეთი განცდა მქონდა. მეგონა რომ ანუ ჩემს ცხოვრებაში უნდა მოსულიყო გოგო და შინაგანად სრულიად მზად ვიყავი გოგოსთვის და მეც გეტყვი დაორსულებამდე 5 წლით ადრე ესპანეთში ვიყავი აეროპორტში და დედა ბავშვს ეძახდა ჩემი შვილი სახელს დღეს ელაიას. და ვკითხე ამ გოგონას, რომ იმეთქი ელაია რაღაცა რა ისტორია აქვს, მომეწონა და ტელეფონში ჩავიწერე. რომ მეთქი შვილი რომ ეყოლება, ერქმევა ელაია და მაშინვეც, ანუ რაღაცნაირად მაშინვე გოგოზე ვიყავი, განწყობილი და მქონდა ჩაწერილი ეს სახელი, რომ აი ეს ელაია რა, მე რომ ეყოლება, ეს იქნება ჩემი შვილი ელაია და მერცხალს ნიშნავს ეს სახელი და ისე მოხდა რომ თებერვლის ბასკურად აი ეს ბასკების ენაზე ელაია ნიშნავს მერცხალს ისა ზამთრიდან გაზაფხულზე მომავალ מחარობილ ჩიტს ესე ამიხსნა იმ გოგომ აეროპორტში ძალიან მაგარია რა ქვია შინაგანად ისე მოხდა რომ თებერვლის ბოლოს გაჩნდა ჩემი შვილი ზამთრიდან გაზაფხულზე მომავალი ელაია מחარობილი ხო აი ძალიან ისე დაემთხვა და აი თითქოს გრძნობდი, ვიცოდი რომ ჩემ ცხოვრებაში ეს პრინცესა ბავშვი უნდა დაბადებულიყო. ძალიან მაგარია. ტოქსიკოზის პერიოდზეც უნდა კითხო აუცილებლად, იმიტომ რომ ბოლო პერიოდში რაც მესმის, რაღაცნაირი სულ მარტივი ორსულობაზე გვყვებენ ხოლმე ჩვენი დედები და ორსულელები და როგორ გადაიტანეთ ფსიქოლოგიურად როგორი გასაძლები იყო? საშინლად მე ისეთი ამბავი შემემთხვა რომ კუნძულზე გავიგე რომ ორსულად ვიყავი. ჩვენ ვიყავით პროექტის გადაღებაზე კუნძულზე დომენიკანაში 12 საათი ვიფრინე, ორსული ვიყავი და არ ვიცოდი, მაგრამ ძალიან ისეთი ისტორია მაქვს, სანამ გავფრინდებოდი, რა თქმა უნდა, რაღაცა გარკვეული დღეები რო გადამიცდა, მივედი გავიკეთე ეხოსკოპია და გამომირიცხეს ორსულობა. ვიკითხე რომ აი მსგავსი გადაცილება არასდროს არ მაქვს ხოლმე და იქნება შევამოწმოთ სხვანაირადაც იქნება რაღაც ხდება თან ფაქტია რომ მემზადებოდი ვიცოდი რომ იყო მოსალოდნელი და არაო ასისხლის ანალიზიც არ ამიღეს გამორიცხულია რა დამათვალიერეს მითხრეს რომ აი არ არსებობს არანაირი ორსულობა არ არის და რა თქმა უნდა ორ დღეში მქონდა ფრენა ჩავჭიქით ვიფრინავში წავედ ვიფრინე ხო არაადეკვატური რეჟიმში რაღაცა ის აშინლადი დომენიკანა 12 საათი და ძალიან ბევრი ისეთი სიტუაცია შეიქმნა რომ იქ თვითფრინავში რაღაცა წამელი დალიეს ბავშვებმა რომ ძილის რომ შვიდად ეფრინათ და მე რატომღაც ეს არ დავლიემ შემეშინდა რომ რა თქმა მეთქი აი რაღაცა ჩემი ისინი მქონდა ამარიდა თითქოს ამარიდა მაგრამ ზუსტად ვიცოდი რომ არ ვიყავი ორსულად აი დამარწმუნა ექიმა რომ გამორიცხულიაო ისე გამომიშვა რომ არანაირი ეჭვი არ უნდა მქონოდა მაგრამ რატომღაც მაინც არ დავლიე იქაც რო ჩავფრინდით რაღაცა ღონისძიება იყო იქ სასმელი ისა ესა და მე წავედი დავწეკი დავიცინე რაღაცა არც სასმელი დავლი არაფერს საერთოდ ну ეხლა ერთი დღე გავიდა, ორი დღე გავიდა, სამი დღე გავიდა, არაფერი და აი დომენიკანაში კუნძულზე უნდა ვიპოვო აფთიაქი ეხლა რომ ტესტი გავიკეთო და არ ვიცი, აი იმდენი მახინაციების ჩატარება დაგჭირდა, იქ ესე არ შეიძლება გასვლა, იმიტომ რომ ცოტა სხვანაირი ხალხი ცხოვრობს, მარტო ვერ გახვალ აფთიაქში, უნდა დაგეგმო, მანქანა უნდა მოვიდეს, მოგაკითხოს და ну მოკლედ რო გავედი 16 ივნის მამაჩემის დაბადების დღეზე გავიგე რომ ორსულად ვიყავი. და ამ დროს ვარ კუნძულზე,
სადაც არც ავადმყოფო არის, არც ექიმი, არაფერი და თან პროექტში ვარ, სადაც ხნით. ერთი თვით სადაც რაღაცა კატასტროფული აქტივობები მიწევს 40 გრადუსი სიცხეა და საშინელება და აი თან უფლება არ მქონდა ახლა იქ ვერავის ვერ ვეტყვი რომ ახლა იქ მეთქვა რომ ორსულად ვარ აი მთელი გუნდი დაიძაბებოდა და ძალიან და პროექტს ჩავშლიდი ფაქტობრივად და შევინახე ჩემთვის არავისთვის არაფერი არ მეთქვა სამ დროს მაგ საშინელი ტოქსიკოზი იქ საერთოდ ვერაფერს ვერ ჭამ იქვე დამეწყო კუნძულზე აბსოლუტურად ვერაფერს ვერ ჭამდი სუპერმარკეტიდან მომქონდა კარტოფილი ვყიდულობდნენ სასტუმროში გავაგიჟე ხალხი მიმქონდა სასტუმრო სამზარეულოში და ვთხოვდი რომ უბრალოდ კარტოფილი მომიხარშეთ და მოხარშულ კარტოფილს და მწვანილს ვჭამდი იმიტომ რომ სხვა ყველაფერზე გული მერე რო არის ძახი რო ორსულად არ ვიძახი და ეს ხა აი როგორ მიყურებენ იცი რომ რა გჭირს და სანაპიროზე ახლა იქ რაღაცა წყლის მცენარეები იმას სპეციფიური სუნი აქვს და აი გადაღებაზე რომ კოშმარია ჩემთვის ცუდად ვიყავი და ხო მომწონს სულ გძინავს რა გჭირს აი რაღაც ესეთი კითხვები იყო და ძალიან გამიჭირდა ის იყო მთელი ორსულობის განმავლობაში ჩემთვის ყველაზე რთული ერთი თვე იმიტომ რომ ვერაფერს ვერ ვჭამდი ყველანაირი სუნი მაღიზიანებდა სუმეძინებოდა და თან დროს ამ დროს პარალელურად გადაღებები მქონდა და რაღაცა ძალიან ისეთი მხიარული და აქტიური უნდა ყოფილიყავი და აქედან რა თქმა უნდა ჩემი ოჯახი იყო შოკში ექიმს არ დაურეკე არ დავურეკე იმიტომ რომ პირველ რიგში ჩემი ექიმი არ იყო უბრალოდ მივედი ერთ-ერთ წამყვან კლინიკაში სადაც არ დავასახელე და ნუ ძალიან ისე გამომისტუმრეს რომ არანაირი პრობლემაა და არა რა აზრი ქონდა უკვე ორსულად ვიყავი თან იქ ვიყავი და ერთადერთი რაც მინდოდა ის იყო რომ შვიდობით რამენაირად ჩამოვსულიყავი საქართველოში თან აღვიქვავდი რომ ეს ძალიან ისეთი პერიოდია ეს სამი თვე პირველი სამი თვე და გული მისყდებოდა რომ რამე რო დამემართოს და აქ სად რა უნდა მიშველონ და რა მიქნება და მოკლედ აი ამ ნერვიულობაში ჩამოვედი და მე მგონა რომ საქართველოში რა დაუბრუნდებოდი ეს ჩემი ტოქსიკოზის გაივლიდა მაგრამ არაფერმა არ გაიარა რა თქმა უნდა და ძალიან ისეთი საკმაოდ რთული 7 თვე გავიარე სახლში ვიყავი ძირითადად მანქანაში რო ვიჯდებოდი აი დაახლოებით 200 მეტრს გავივლინდი გულიამერეო და დავაბრუნებდნენ უკან. ანუ ჩემი გასეირნება იყო ეს. ანუ ყოველჯერ მცდელობა მქონდა რომ გამიყვანდნენ, მოდი ვისეირნათ, დავაბრუნებდნენ უკან. ვერ, აი მანქანაში ყველგან სულად ხდება. და არაფერი არ გშველის მაგ დროს აი კი, დამინიშნეს მე წამალი, ხო, არ მინდა დავასახლა რომ თვითნებურად არ დალიან, იმიტომ რომ აუცილებლად ექიმმა უნდა დანიშნოს და ჩემი ცხოვრება გამარტივდა, ამოვისუნთქე, იმ წამალს რო ვსვავდი, უკვე აღარ მქონდა ეს გულისრევა და ბევრად მარტივად გავატარე ეს 7 თვე. თუმცა პერიოდულად 7 თვეს იმიტომ ვიძახი, რომ წყვეტდი წამლის მიღებას, რომ დამეტეს და იქნება გამიარა და აღარ მჭირდება. არა, 7 თვემდე, აი ესე ფაქტობრივად. ამ დროს ხო ვერ ჭამდა ალბათ, თან გახდი ხო? კი, ანუ ვერ ვიტყვი რომ გავხდი, მაგრამ იმდენი არ მოვიმატე, რამდენსაც იმატებენ ხოლმე. თუმცა 7 აი 2 თვე, 7-დან 9 თვემდე რა ინტერვალის მქონდა, როცა უკვე შემეძლო ჭამა. აი ძირითადი წონა მაშინ მოვიმატე, ალბათ ის დეფიციტი რაც მქონდა მანამდე. ხო. თუმცა მთელი ორსულობის განმავლობაში ხორცი არ მიჭამია, ვერ ვჭამდი. აი არ შემეძლო. მარტო მცენარეებით ვიკვებებოდი, აი მცენარეები მომწონდა. სიამოვნებდა ხორცს ვებჭამდი. ეს ხორცი სადმე ისა სისხლს ვიტყვი, დაგიტოვა თუ მე უკვე დაიწყე ჩვეულებრივ. ხორის ხორცს ისედაც არ ვჭამ, აი ძალიან უიშვიათე შემთხვევებში რაღაცა ზანაწარმში თუ არის გარეული, ისე არ ვჭამ. და ხო აი ხორცის მიმართ ძალიან ისე სკეპტიკურად ვარ, ისედაც განწყობილი და საერთოდ ფიქრობ, რომ ცოტა სრულიად უარი ვთქვა და მაგისკენ მევდივარ. თათია, როგორი იყო პირველი დღეები, როცა პატარა გაჩნდა? აი ეს სირთულეები მშობიარობასთან დაკავშირებით, ფსიქოლოგიურ სირთულეებს გულისხმობ პირველ რიგში ქონდა? ვერ ვიტყვი, რომ მქონდა დეპრესია, პოსტსამშობიარო, თუმცა ძალიან რთული. დედაჩემი რო არ ყოფილიყო, მე არ ვიცი ეს ყველაფერი როგორ დასრულდებოდა, იმიტომ რომ ჩემ შვილს არ ეძინა არასდროს. არც დღე, არც ღამე. 1 საათი დღე თუ დაიძინებდა, სრულიად საკმარის იყო მისთვის, რომ ესე თვალები დაჭყეტილი ყოფილიყო 24 საათის შემდეგ. საერთოდ არ ეძინა და მე და დედაჩემი მორიგეობით ვიყავით.
დღე პირობითად ის იყო, ღამე მე ვიყავი, იმიტომ რომ ღამე მაინც უფრო ჭირვეულობდა და ჩემთან უნდა და თან წარამარა რო ჭამდა და აი ესე ის იძინებდა მე ვიღვიძებდი და თანმიმდევრობით აი ესე გავატარეთ რამოდენიმე თვე. ვაიმე, ალბათ 1-3 თვე მინიმუმ ამ რეჟიმში ვიყავით, იმიტომ რომ მართლა საერთოდ არ ეძინა. ჩემ მეგობრებს, ვისაც ბავშვები ყავდა, რო ვეკითხებოდი, რომ აი თქვენ როგორ უმკლავდებით, როგორ ხართ? ვაიმე, სულ ძინავს. ხო, თან პირველი თვეები მით უმეტეს მერე უფრო ჭამს და ძინავს, დრაშობა. მეთქი როგორ რანაირად აძინებ, იმიტომ რომ ჩემ შულს არ ეძინა. სულ აქტიური იყო, სულ იცინდა და დღესაც ესია, რომ მისცე უფლება საერთოდ არ დაიძინებს. ანუ ესეთია უბრალოდ, თორე ჰიპერაქტიური, მე არ ვიცი, ანუ ბავშვი იმდენი ენერგია აქვს, თავიდანვე ეგრე იყო და მადლობა ღმერთს, რომ დღეს ასე თუ ისე ცოტა მაინც ძინავს, მაგრამ დღესაც ძალიან ადრე იღვიძებს დილას და ძალიან აქტიურია. და რანაირად უმკლავდებოდი, იმიტომ რომ ადამიანს რო ძილი აკლია პერმანენტულად რაღაცა ნერვული სისტემაც აღარ არის მე მწყობში ბუნებრივია ხო იქ რაღაცა ჰორმონალური რაღაცა ბალანსი რვა კორტიზოლი ამბები რანაირად უმკლავდებოდი მარიამ მე მახსოვს ერთი დღე ძალიან მკაფიოდ როცა ტელეფონი ავიღე და დედაჩემს დავურეკე ელაია იქნებოდა ალბათ დაახლოებით 2 თვის დედაჩემი პერიოდულად ხონა წასულიყო სახში ჩემ გარდა სხვა შვილები წყავს ქმარი ყავს და ოჯახს მიხევაჭირდება აი რამოდენიმე დღით იყო წასული და მახსოვს რომ აი დაახლოებით 2-3 ღამე რო უკვე მივხვდი რომ დღეღამეში მაქსიმუმ 3 საათი მეძინა და ეს დღეები გადაება ერთმანეთს თან ბავშვი როცა ბუნებრივ კვებაზე ყავს ფიზიკურად ვერავის მან მაინც გიწევს გაღვიძება რომ ბავშვს აჭამა. და აი მახსოვს რომ ყურმელი ავიღე და უთხარი რომ ეხლა ან შენ ჩამოდი, ან მე ჩამოვალ, ან რამე მოვიფიქროთ, თორე დედა მე ვარ ცუდად. და აი მანდ მივხვდი რომ უკვე არაფრის ძალა არ მქონდა. უბრალოდ ერთადერთი რაც მინდოდა იყო ძილი. გადაბმულად მინდოდა რომ რამოდენიმე საათი დამეძინა, მეტი არაფერი არ მინდოდა და რა თქმა უნდა დედა ჩემი წამნახევარში ჩემთან გაჩნდა და აი ძალიან შემემსუბუქა რა, ძალიან შემემსუბუქა ეს პერიოდი. უდიდესი მნიშვნელობა აქვს რომ თქვა რომ ცუდად ხარ, იმიტომ რომ არა, უნდა თქვა შეუძლია ძახის და ამის გამკლავება მარტო მართლა წარმოუდგენელია. არა, რამდენი შემთხვევა არის, როცა დაძინებიათ გოგოებს და ბავშვი როცა ყავს მით უმეტეს ბუნებრივ კვებაზე ძალიან საშიშია ჩაძინება. უნდა თქვა, რა თქმა უნდა, დახმარებაც უნდა მოითხოვო. ბავშვის მამაც მაქსიმალურად იყო ჩართული თავისი შესაძლებლობებიდან გამომდინარე, როგორც შეეძლო. უბრალოდ ფიზიკურად ვერ აჭმობს ის, მაინც ჩემი ჩართულობა არის საჭირო და ხო, სულ დედასთან უნდა შენ მაგივრადაც ვერავინ ვერ დაიძინებს, რა თქმა უნდა, რომ შენ რაღაცა აი გინდა არ გინდა გიწევს, უბრალოდ არიან გოგოები, ვისაც უმართლებს და ბავშვი შედარებით აი მოსვენებულ მდგომარეობაში არის, იძინებს, ჭამს, მართლა და ნაკლებად აქტიურია, ჩემ შულთან ერთად ვერ დაჯდებოდი. ანუ ხელში რო დამეჭირა და დამჯდარიყავი, ტიროდა, უნდა ამდგარიყავი და გეტარებინა. და არ უნდოდა რომ სხვას ეტარებინა, მე უნდა მეტარებინა. ხო და აი ეგ იყო ჩემთვის ძალიან რთული რა. მერე როგორ დაალაგდა ეს ყოველივე 3 თვის მერე? თანდათან დაალაგდა. ეხლა რო გითხრა, იმედად ბურუში ვიყავი, რომ საერთოდ არ მახსოვს რამდენ ხანში დაალაგდა, იმიტომ რომ საკმაოდ გაგრძელდა ეს პერიოდი 3 თვის მერეც. ძალიან რთული იყო რა, იმიტომ რომ ბავშვს მართლა არ ეძინა. აი წლამდე შემიძლია ვთქვა, რომ არ ეძინა. ღამეში იღვიძებდა ხოლმე 3 ჯერ. ხო. სულ ჭამდა, სულ შიოდა, აი სულ ჭამაზე იყო ორიენტირებული, დღესაც ეგრეა. ანუ ვთვლი რომ უბრალოდ ნამ დღესაც გაიღვიძებს. თვალებს ვახებ ღამის 4-ზე ნამო, მეგონება, კარგი დედი კომენტი, აი გაჭმე ხოლმე. და მაშინაც ესე იყო, აი მოსწონდა ეს კვების პროცესი ღამის საათებშიც და არ მახსოვს ზუსტად როდის დაალაგდა, მაგრამ ზუსტად ვიცი რომ 1 წელი არ ძინებია. შემდეგ უკვე ნელ-ნელა შედარებით დაიწყო ძილი და დღეს მაგალითად 2 წლი ნახევრის არის და
შეუძლია რომ ღამეში ორჯერ მოითხოვოს საჭმელი, თუ შეიძლება რაღაცა ორცხობილა გახსენდეს ღამის 4-ზე და მოგთხოვოს რომ აი მე მართლა ძალიან რთულ რაღაცას ყვებ ხა, იმიტომ რომ წარმომიდგენია რომ ამდენი ხანი არ გძინავს. ეხა უნდა კითხოთ იმ რა ქვია ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე, აი გადასვლის რომ შენ ცხოვრება როგორ იცვლება და აი ფსიქოლოგიურად ამას როგორ უმკლავდები, მაგრამ იმ დროს როცა საერთოდ არ გძინავს ადამიანს, არ ვიცი სხვა რაღაცაზე როგორ უნდა იფიქრო. არ ვიცი, მე ალბათ ვფიქრობ, რომ ძალიან ძლიერი ვარ ფსიქოლოგიურად, ზოგადად ნებისმიერ საკითხში, არა მარტო დედობაში. საკმაოდ ისე ძლიერად ვუმკლავდები ნებისმიერ სირთულეს, ესე დეპრესიები არ მახასიათებს პირიქით რა, რაღაცა ფორს-მაჟორულ მდგომარეობას ვრთავ და ზუსტად რო ვიცი, რაც არის ჩემი გასაკეთებელი, რო ვიცი და ჩემ გარდა რო სხვა ვერავინ ვერ გააკეთებს, იქ მოდუნების საშუალება არ მაქვს და ელაიას შემთხვევაში შევამჩნიე, რომ მანამდე თუ რამე სირთულე მქონდა, სანამ დედა გავხდებოდი. უფრო ვაძლევდი ჩემთვის მოდუნების საშუალებას. აი, ცოტა ცუდად რო ხარ ხო, ესე რაღაც სიცხე რო გაქვს 37 და რო გინდა რომ ჩააწვე. ხო. ეხლა 37 რო მაქვს სიცხე, ისეთი აქტიური ვარ. საერთოდ ვერავინ ვერ შემატყობს, იმიტომ რომ ზუსტად ვიცი რომ ჩემი შვილი, ანუ მე უნდა მივხედო, ეხლა არ მაქვს იმის დრო და რაღაც ცელსები რო ვიცი. მივწვე. დედას რო ისაქვს, რომ 39 სიცხე ყველაფერს რო აკეთებს და ამ დროს კაცი რო 37 სიცხე დაწევს. ზუსტად ეგრეა. აი, მე ვარ ეგ კატეგორია, რომ ცუდად ვარ არა უშავს. უკვე თან იცი რა მომენტი, მაგრამ რა იმაზე ცუდად ვეღარ ვიქნები ის პირველი 3 თვე რაც ვიყავი რომ რაღაც ტერმინატორის რეჟიმში. გაგაძლიერა როგორც შანსი, იმიტომ რომ ეგ ხო ეგრეა რაღაც ძალიან დიდ ტრავმას და ტკივილს რო გამოივლი, მე უკვე არა, ხო, უკვე მგონი რომ პრინციპში ვახავ. 40 სიცხე. თავარია ბავშვი იყოს კარგად, ანუ აი ეგეთი განწყობა მაქვს ყველაფერზე. ეხლა ცუდად რო ხდება და ტემპერატურა უწევს ან რამე, მომენტალურად აი როგორ ვარ, იცი, მობილიზებული, მეგონა რომ შემეშინდებოდა. აი ხო მარტო რო ხარ ბავშვთან სახლში და უცებ რო 40-ია და გახდი და ცივი წყალი და აბა ის აქედან სასწრაფო მოიგი და დედა, ყველა მთელი ოჯახი ჩართულო, მამა, ანუ აი პიცა, ყველა რო მობილიზებულიან და ძალიან ისე ვარ, რომ აბა ეხლა მივხედა, პანიკაში არ ვარდები, საერთოდ. ეგ თავიდანვე მასე იყავი თუ დროთა განმავლობაში? იცი რა, გამომიმუშავდა, იმიტომ რომ სრულიად გავიაზრე, რომ ეს ბავშვი არის ჩემი პასუხისმგებლობის ქვეშ. ანუ მე ვაგებ მასზე პასუხს. მას რამე დაემართება, რაღაცა ღმერთმა დაიფაროს დენთან კონტაქტზე ძალიან მეშინო და იზოლირე. ყველაფერი დაბლოკილი მაქვს სახში, საერთოდ სადაც შეიძლება რომ რამენაირი ზიანი მიიყენოს, ყველა კუთხე დარბილებული მაქვს. ანუ მაქსიმალურად ისეთი პირობები შევქმენი, რომ ბავშვი იყოს უსაფრთხოდ. იმიტომ რომ სრულად გავიაზრე, რომ ეს არის ჩემი პასუხისმგებლობა. და აი ძალიან ისევე კიდევ წლამდე ძიძაც არ მყავდა ესე. მყავდა ჩემი უსაყვარლესი ადამიანი, რომელიც ეხლა ბავშვის სრულყოფილი ძიძაა, თუმცა წლამდე მხოლოდ გასეირნება ევალებოდა, ის მოდიოდა და შენთან იყო თან მოკედლებული. კი, ელაიას წლამდე, სანამ თავის ეტლში კომფორტულად იწვა, დღე არ ყოფილა, ის სურო წარღვნა ქარი და უბედურება ყოფილიყო, ბავშვს მაინც გარეთ ეძინა, ეტლი იყო სრულიად დაცული, მაგრამ ჰაერზე ერთი ძილი აუცილებლად ყოველ დღე ეძინა. და აი ესე 3 საათი მყავდა ხოლმე ეს დამხმარე ადამიანი, რომელიც მოვიდოდა შუადღის ძილზე ჩაყავდა ბავშვი, მე მაგ დროს ჰიპერაქტიული რეჟიმით სახლი დაალაგე საჭმელი გაკეთე ყველაფერი მომწადი და აი როგორ რომ მე რა კარგი აი დაისვენებ 3 საათი. რას დაისვენებ? ერაფერს ვერ ისვენებ. იმიტომ რომ სანამ იმ 3 საათში უნდა დაიბანო, მოწესრიგე და ყველაფერი დაალაგო, საჭმელი გამზო და აი როგორც კი დაჯდები, ეგრევე ბავშვი იღვიძებს და ამოდის, რა თქმა უნდა. შემდეგ უკვე 1 წლის მერე ესე სრულყოფილად, სრულ განაკვეთზე გადავედით ეტაპობრივად. აი 1 წლის მერე შეძელი რომ შენი თავისთვისაც მიგეხედა, ან შენ ცხოვრებას დაბრუნებოდიან ჩვეულებრივ. დაახლოებით 1 წლის უფრო ვიტყოდი წლინახევრის შემდეგ შევძელი რომ უფრო დამესვენა შედარებით, იმიტომ რომ უკვე ბავშვი რო გააზრებულად თან გეკონტაქტება, თან აღიქვავ რომ იცი სად არის ეირნო, სადაც არის კარგად არის, აი მე აძლევ შენ თავს იმის საშუალება, აძლევ არ მე მივეცი ჩემ თავს საშუალება რომ მომდუნებულიყავი და ცოტა ოდენი დრო რა თქმა უნდა გამომიჩნდა ჩემი თავისთვის. რა შეიცვალა შენს პიროვნებაში დედობის შემდეგ? ესე იგი მე
სიმართლე რო გითხრა, ვფიქრობ, რომ ეს იყო ჩემი დანიშნულება. მე მეგონა რომ მე ვჩუ კურსულად რო ვიყავი, მეგონა რომ მე ვჩუქნიდი ელაიას სიცოცხლეს და რო დაიბადა, უკვე ხვდები რომ იმან მაჩუქა, იმიტომ რომ ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა. მე აი ხო ამდენი სირთულე გავიარე, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ჩემი დანიშნულება ეს იყო. ანუ მე აი მინდოდა რომ გამოვსულიყავი დედა, მე მინდა რომ ვიყო დედა. იმიტომ რომ აი ჩემი თავი სრულიად აი როგორ გითხრა რეალიზება მოვახდინე დედის პროფესიაში, ამითი ვტკბები ყოველდღე, არსად არ ვარ ისეთი ბედნიერი, როგორც ვარ ჩემ შვილთან ერთად. ეხლა ხომ ეძლევა საშუალება იმის, რომ ჩემ მეგობრებთან ერთად და ქალებთან სადმე რამოდენიმე დღე გავიდე, დედა ჩემთან რჩება ბავშვი, მაგრამ სადაც არ უნდა ვიყო, იმხელა დანაკლის განვიცდი, აი სრულყოფილად ბედნიერი არ ვარ. სადმე რომ ვხედავ ბავშვს, ხა ნიძაში ვიყავით გოგოები წასულები და აი ხო ყველა ერთობოდა, რა იქ სადღაც ვხედავ რომ ბავშვია და წარმოგიდგენ ხა ჩემი შულიც აქ რა კარგად გაერთობოდა. აი ბავშვი უნდა წამომიყვანა და ყველგან მაქვს ეს განცდა, იმიტომ რომ ყველა ბედნიერი მომენტი რაც ხდება უკვე ჩემს ცხოვრებაში, მინდა რომ მასთან ერთად გავიზიარო, რომ ის იყოს ჩემთან ერთად და აი მაშინ ვარ მე სრულყოფილად ბედნიერი. რაღაცნაირ ხო შეგრძნებას აღწერენ ხოლმე დედები, რომ თითქოს რაღაც ჰარმონიაში მოდიხარ სამყაროსთან, შენშინაგან მესთან და ალბათ ეს რაღაცა მართლა ჯადოსნური განცდა. ესეც ინდივიდუალურია, იმიტომ რომ ძალიან ბევრი შემთხვევა ვიცი, რაღაცა ჯგუფები არის, იქ დედებიც ანონიმურად წერენ ხოლმე, რომ აი მე არ მაქვს ეს დედობრივი ინსტინქტი, აი ვერ განვიცად, თვითონაც ძალიან ნერვიულობენ, რომ ეს განცდები არ აქვს. ზოგი ამბობს, რომ დროთა განმავლობაში მოდის მასთან, ზოგი ამბობს, რომ არ მოდის და აი რა ვიცი, რამოდენიმე ქალის ინტერვიუ ვნახე და ამბობდნენ, რომ 17 წლის არის ჩემი შვილი, მაგრამ არ მიყვარს, აი ვერ მიყვარს, აი არ მაქვს ისეთი განცდა, კი ეს მიყვარს, მაგრამ აი ის განცდა, რაც დედას შვილის მიმართ უნდა გქონდეს, არ მაქვს და მე საბედნიეროდ რადიკალურად საპირისპირო დავემართა. მე ვერ ხვდები რას ვაკეთებდი ელაიამდე, რა აზრი ქონდა საერთოდ რამეს. ვთვლი რომ ცხოვრებაში ამაზე კარგი არაფერი გამიგეთებია. რო ვუყურებ, აი ჩემთვის არის, არ ვიცი, აი ბედნიერების რაღაცა მწვერვალი, ეს ბავშვი არის, აი მთელი ცხოვრების აზრი. ეხლა ცოტა ისეთი კითხვა უნდა დაგისვა, იცი რა მაინტერესებს, ეს ჯადოსნური შეგრძნება ძალიან კარგად მესმის, მაგრამ ხო არ ნიშნავს ეს იმას, რომ რაღაცნაირად შენი თავი თითქოს შენ თავს ნაკლებ ყურადღებას აქცევენ, მეორე პლანზე გადაინაცვლა. თუ კი ესე მოხდა, მაგრამ ძალიან ბუნებრივი და ჩვეულებრივი ამბავია. უყურე მე ვფიქრობ, ჩემ შემთხვევაში ესე იყო და ზოგადად მგონია, რომ როცა ბავშვი ჩდება, შენი ცხოვრება იქ მთავრდება და იწყება შენი და შენი შვილის ცხოვრება ერთობლივი. მე უკვე ჩემ ცხოვრებას ელაიასგან ვერ განვაცალკევებ. არ არსებობს მე და ის. ერთი ვართ. მანამდე ვიყავი მარტო მე. მანამდე შემეძლო რაღაცა გადაწყვეტილებების მიღება ჩემი თავიდან გამომდინარე, ჩემი სურვილებიდან გამომდინარე. დღეს თუ რამეს ვაკეთებ ისე, რომ ვფიქრობ ჩემ შვილს რა წაადგება, ჩემ შვილთან ერთად ამ გადაწყვეტილების მერე როგორ ვიქნები, მე რო ეს ნაბიჯი გადავდგა, ჩემ შვილს წინ რა დახვდება, რას ეტყვიან, რომ ძალიან ბევრ რამეზე ვფიქრობ. არიან ადამიანები, ვინც ამბობენ, რომ სხვისი აზრი არ მაინტერესებს, ხალხი რას იტყვის არ მაინტერესებს, მე არ ვარ ეგ კატეგორია. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩემი სახელი, ვინ რას იფიქრებს, ახლა შეიძლება ისეთი ადამიანები არიან, ვინც სურო იდეალური იყო გადასარავი და ყველაზე კეთილი ადამიანი სოფლიოში, მაინც ძალიან სულ სიტყვიან და ეგეთ კატეგორია ხალხს არ გულისხმობ, მაგრამ აი საღად მოაზროვნე ადამიანები, ვისაც მე პატივს ვცემ, ვინც თუნდაც შორიდან მომწონს თავის ცხოვრების წესით, თავისი ოჯახით, ძალიან სიამოვნებს ისინიც თუ ჩემს მიმართ ანალოგიურად იქნებიან გაწყობილი. შესაბამისად, მე დღეს ყველა ნაბიჯს, ყველა გადაწყვეტილებას, რა თქმა უნდა, ბავშვის გათვალისწინებით ვიღებ. ჩემი ცხოვრება ცალკე
დამთავრდა იმ მომენტში, როცა ელაია დაიბადა. და რთული არ არის თათია, იმიტომ რომ ძალიან ბევრი მშობლისგან და ქალისგან, კაცისგანაც მომისმენია, რომ გააჩინე კაცო ღმერთი გაზრდის და რაღაცნაირად მართლა ვუყურებთ საზოგადოებაში ასე გაზრდილ შვილებს, რომ რაღაცა ბუნებრივად თავისით იზრდებიან ეს ბავშვები და ეს თანამონაწილეობა და პასუხისმგებლობა თითქოს მშობლის ნაკლებად ჩანს. შენ როცა აი ამ ხელა პასუხისმგებლობას აცნობიერებ, რთული არ არის? პასუხისმგებლობას რომ გავაცნობიერე თავიდან, რომ მივხვდი, რომ ეს ბავშვი იყო სრულიად ჩემი პასუხისმგებლობის ქვეშ, ცოტა შიშის მომენტი გაქვს. მე იმისი მეშინოდა, რომ რამე არ შემეშალოს, იმიტომ რომ რა თქმა უნდა პირველია, ანუ რაღაცა გაურკვეველ ვიტარებაში ვარ მეც პირველად და ყველაფერი უნდა გავაკონტროლო, არაფერი არ უნდა გამომეპაროს, მაქსიმალურად ყურადღებით უნდა ვიყო და აი ეს მომენტი ცოტა შიშის განცდას ბადებს, რომ რამე არ შემეშალოს, სადმე რამე შეცდომა არ დავუშვა, რომ ბავშვს რამე არ ვავნო. თუმცა ესე რო ვთქვა, რომ რაღაცა გრანდიოზულად ესეთი სირთულედ მომევლინა და ამის გამო ვინერვიულე, არა, ეს არის სასიამოვნო პასუხისმგებლობა. ნუ ჩემთვის ყოველ შემთხვევაში ესე იყო და რაც შეეხება იმ დედებს, რომლებსაც არ შეუძლიათ, ყველას არ შეუძლია ამ ხელა პასუხისმგებლობის აღება და მე არავის არც ერთ შემთხვევაში ამის გამო არც ვადანაშაულებ, არც ვთვლი, რომ რამე უნდა უსაყვედურო, ყველა ადამიანი არის ინდივიდუალური. ზოგს შეუძლია, ზოგს არ შეუძლია. არიან გოგოები, რომლებიც ვერ თმობენ თავის ცხოვრების წესს. იმიტომ რომ ბუნებრივია. იმიტომ რომ თვითონ ცუდად გრძნობენ თავს და ბავშვისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და მთავარი არის ის, რომ თავისი მშობელი იყოს ბედნიერი. დედა თუ არის ბედნიერი, ბავშვიც აუცილებლად იქნება ბედნიერი. ნუ ისი არა, ხო დედა თუ ცალკე არის ბედნიერი და ბავშვი არ აინტერესებს მაგას არ გულისხმობს. ხო, ზომიერების ფარგლებში რა თქმა უნდა, ბავშვს ძალიან უნდა რომ ხედავდეს ბედნიერ მშობელს კი და ეს სხვადასხვანაირად ხდება. ზოგი აახერხებს ამას ბავშვთან ერთად შეთავსებით, რომ მაქსიმალური დრო დაუთმოს, ზოგი ვერ ახერხებს. მე ვიცნობ გოგოებს, რომლებსაც 24 საათიანი ძიძა ყავთ. იმიტომ რომ მათთვის რაღაცა გარკვეული კომფორტი, გარკვეული რეჟიმი, მათთვის იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ვერ თმობენ. და ეს მათი გადაწყვეტილებაა. მე 24 საათიანი ძიძა არ მინდა. არ მდომებია არასდროს და ვერც წარმომიდგენია. ალბათ ცოტა ეგოისტური დამოკიდებულებაც მაქვს გარკვეულ მომენტებში, იმიტომ რომ ჩემი შვილი მინდა რომ მე დავაძინო. მე მინდა რომ გაიღვიძებს პირველმა მე ვაკოცო, მე ჩამეხუტოს, მე შემომხედოს. კიდე რაღაცა რამოდენიმე ფაქტი რომ შემომჩნიე, აი ვისაც ესეთი ძიძა ყავს 24 საათიანი, ბავშვები ძალიან ეჩვევიან ძიძებს, ძალიან უყვართ. და რა ერთხელ ეზოში ფაქტ შევესწარი, რომ დედა და ძიძა იყვნენ, ეს 24 საათიანი ძიძა ყავს და წაიქცა ბავშვი და ძიძასთან გაიქცა. რო წარმოვიდგინე, რომ ჩემი შვილი რო წაიქცეს და ძიძასთან მივიდეს პირველ რიგში და ჩემთან არ მოვიდა, ას მაგათ ყურადღებიანი გახდა. აღარ მინდა მეტი აღარ მოყვიდე. ჩემს ძიდასთან ციური დედა. დაიზვენა ერთი კვირა. ემეთქვა რომ აი პირიქით ის მომენტი მიჩნდება რა, რომ მინდა რა თქმა უნდა მინდა რომ მასაც ძალიან ვუყვარდა, იმიტომ რომ მე სიგიჟემდე მიყვარს. იმდენად სწრაფად იზრდებიან, რომ სულ მაქვს ის მომენტი, რომ რამე არ გამოვტოვო. აი ახლა რო ძიდასთან არის რამე რო თქვას ახალი და მე ეს არ მოვისმინო, არ შევესწრო. სხვანაირად რო გაიცინოს, სხვანაირად რო პირველად რო სასრიალოზე თვითონ ავიდეს კიბეზე დამოუკიდებლად და ჩამოს, აი ვიციკლები რაღაცა მომენტებზე. არ მინდა რომ გამოვტოვო, იმიტომ რომ ცხოვრებაში ერთხელ არის, მერე სულ დიდი იქნება. ეხლა არის, ან ესეთი პატარა აღარასდროს აღარ იქნება და აი ეს იმდენად გააზრებული მაქვს და იმდენად მინდა რომ ყველა მომენტით დავტკვე, რომ მაქსიმალურად ვცდილობ, რომ აი არ გამოვტოვო ესეთი სულ როგორც როცა შემიძლია, როგორც შემიძლია, ჩემთვის პრიორიტეტი არის ელაია, აი მაქსიმალურად ვცდილობ, რომ ელაიასთან ვიყო. მართლა საოცარი დედა ხარ და საოცარ შეგრძნებებს ყვები, რაც ყველაზე მთავარია, იმიტომ რომ აი პირდაპირ მოდი შენგან განწყობა და აი ეს რაღაცა ჯადოს მართლა ძალიან გულწრფელი ვარ, აი ახლა ალბათ იმიტომ ვძნობ ამ ენერგიას, რომ აი
მართლა ეგ არის. მართლა ამ ენერგიით აივსო მთელი სტუდია. ძალიან დიდი მადლობა თათია. უსაინტერესო ეს ინტერვიუ იყო და რაც თავარია გულწრფელი და ისეთი რა ქვია ჯადოსნური შეგრძნებებით სავსე. ჩვენს მაყურებელს შევახსენებ, რომ ჩვენი სპონსორი არის აგუბეები, შვეიცარიული ბრენდი, რომელიც ძალიან ამარტივებს დედების და ბავშვების ყოველდღიურ ცხოვრებას. დაგემშვიდობებით, მადლობა თეთია. მადლობა თქვენ, ნახვამდის. ნახვამდის.